Hangi mum yanar ki yatsıya kadar? Bana söz ver bir yemin et sakla mezara kadar. Tutulur mu hiç sırlar ölene kadar? Kimi suçlu kimi suçsuz tatlı küçük yalancılar. Bu gizli sırla dolu bir hikaye. Karanlık gözler var üzerimizde. O her şeyi biliyor, o her şeyi görüyor. Kim dost, kim düşman bir bilmece. Gece, gündüz, korku içinde. Bizden ne istiyor, bizden ne istiyor? Hangi mum yanar ki yatsıya kadar? Bana söz ver bir yemin et sakla mezara kadar. Tutulur mu hiç sırlar ölene kadar? Serial წარმოგიდგენთ აჯარაბეთკომი. გახმოვანებულია აჯარანეთკომის მიერ. პატარა საყვარელი მატყუარები. მე-11 სერია. აქ იმალებოდი? ხო. ხან აქ, ხან სხვაგან. მაგრამ ასე აღარ მინდა. ჩემი ადრინდელი ცხოვრება მინდა დავიბრუნო. Komisi რომ ამის უფლებას არ მოგცემ. რატომ არ მომცემ? მაინც რატომ არ მომცემ? არა, გამომიშვი ძმაო. გეხვეწები არ ჩამკეტო. აქედან გამომიშვი ძმაო. ძმაო. ძმაო, გამომიშვი. ძმაო, გამომიშვი, გემუდარები. გემუდარები, გამომიშვი. ძმაო, გამომიშვი აქედან. ავადმყოფი, რომელიც ამ პრობლემას ვერ უმკლავდება, თავის მეორე მეს იგონებს. მას შემყოფი ეს ორი პიროვნება ერთმანეთს არ იცნობს. შეიძლება ერთმა კეთილი საქმე აკეთოს, მეორემ კი ბოროტი. დროთა განმავლობაში ერთმა შეიძლება მეორეს რამე დაუშავოს. ამიტომ ავადმყოფი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. ერენუსერ, ჩაგუბარდი ალყაში ხარ. ჩაგუბარდი ერენუსერ, ალყაში ხარ. ჩაგუბარდი.
ეს მართალია? ცოცხალია? სად არის? İçeride mi? სახლშია. აჩელია? გენატრებოდით? არ მომკვდარ ვარ. ცოცხალი ვარ. ნუ გეშინიათ მოჩვენება არ ვარ. სელინ, ეს შენ ხარა? ამდენი ხანი სიცოცხლე რომ გაგვიმწარე. თქვენ ჯერ არ იცით? რა? თუ ვინ არისა? ჯესურმა დაგვირეკა. გვითხრა რომ გამოჩნდი. მეტი არაფერი ვიცით. დასხედით. ყველაფერს მოგიყვებით. უბრალოდ ეს იმართლეა? ის გოგო ცოცხალია? სად არის? კარგად არის? ბატონო გეუენ, საიდან ასეთი სულსწრაფობა? შემოჯექი. სად ხარ ამდენი ხანი? ირეკავდით და ვერ დაგიკავშირდით. მანქანაში ჩამეძინა. ამდენი დღე აქეთ იქით დავდივარ, ძალიან დავიღალე. კარგად არის? ახლა სად არის? მომეცი უფლება რომ ვნახო. სულ 2 წუთი ძმაო. დაგაგვიანდა. სახლში გავუშვით. და რა მოხდა? ამდენი ხანი სად იყო? იმ საღამოს როცა გავუჩინარდი, სინამდვილეში არსად დარწავსულ ვარ. მე მომიტაცეს. ეს როგორ, ვინ მოგიტაცა? ჩემმა ძმამ, ჯესურმა? არა. მე მყავს ძმა, რომლის შესახებ არავინ იცის. ერონოს რიამ გოგოს ძმა არის. Abisiymiş kızım. მე ეს ვიცოდი. უბრალოდ ისიც ეძებდა მკვლელს. დახმარება მე მთხოვა. Sen de kan. ესე იგი მან შენს მოგატყუა. Kızı o ეს kaçırdı. მან მოიტაცა გოგო. Ölmediğini იცოდა რომ არ მომკვდარა. Tam bir თელი წელი გამოკეტილი ჰყავდა. Sonra Açelya. ერთ დღესაც აჩელიამ გაქცევა მოახერხა, Ama ortaya მაგრამ çıkmaya გამოჩენის cesaret შეეშინდა. edemedi. Belki მისი თქმით yakınlarından ფიქრობდა რომ biri ეს ვინმე ახლობელი იყო. dedi. როგორ? ერენი შენი ძმაა? ერინის მამას და დედაჩემს ურთიერთობა ჰქონდათ. დედა დაფეხმძიმდა და ეს ყველას დაუმალა. რა თქმა უნდა, მამაჩემსაც. წლების შემდეგ ერენმა ეს ამბავი გაიგო და მე მომძებნა. მეც მაშინ გავიგე ყველაფერი. მანამდე მეგონა რომ ჯესური ჰყავდა სხვა კაცისგან და თურმე ეს მე ყოფილ ვარ. სასაცილო არა? მე და ერენი ჩუმად ხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. ოჯახებს პრობლემები რომ არ შექმნოდა. ჩემი კარგად გაცნობა უნდოდა. უნდოდა ძმობა გაეწია. ან შეიძლება მე ვფიქრობდი ასე.
მისი გაცნობის შემდეგ მესიჯების მიღება დავიწყე აზგან. ეჭვი ყველაზე მქონდა, მის გარდა. თქვენზეც კი მქონდა ეჭვი. მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ შეიძლებოდა ის ყოფილიყო. დიდი სიყვარულით მეპყრობოდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მისგან იყო. O kadar sevgi doluydu ki. თუ აჩელია ცოცხალია, მაშინ ეზოში ვისი ცხედარი იპოვეს. რამდენი ექსპერტიზა და დნმ-ის ანალიზი ჩატარდა. ყველა მიუთითებდა, რომ ეს აჩელია იყო. ეს მას ვერ გავიგე. ბიჭებს უთხარი, რომ მოეძებნათ ის სამედიცინო ექსპერტი. ის კი 2 თვის წინ ავარიაში დაღუპულა. ფიქრობ ვიღაცამ ის მოისყიდა, აჩელიას გარდაცვალება რომ დაედასტურებინა. მერე კი როცა საქმე დაიხურა, ავარია მოუწყეს. ის დაიღუპა. ესე იგი თავიდან მოიშორეს. ყველსაფლავე უნდა გავხსნათ. გავიგებთ აჩელია თუ არა, აბა რომელი გოგონაა. ყველაფერი გაირკვევა. მე მას ყველაფერი მოვუყევი. ცხოვრებაში პირველად ვიყავი ასეთი გულწრფელი. იმდენად კომფორტულად ვგრძნობდი მასთან თავს. დაუფიქრებლად მოვუყევი მთელი ჩემი ცხოვრება. ყველა ჩემი საიდუმლო. თქვენ შესახებაც ყველაფერი მოვუყევი. რაც ერთად დაგვემართა. რაც გადავხდა. ალბათ იმიტომაც სურდა თქვენთან ასე ახლოს ყოფნა. რა სისულელია. ჩვენ ასე რატომ მოგვექცეოდა? ან შენ რატომ მოგიტაცა? აქ რაღაც შეცდომაა. ისიც ჩვენსავით ეძებდა ას. ჩვენ გვეხმარებოდა. ასლი, რაღაც უნდა გითხრა. ჩემი ძმა ის ავად იყო. რითი? პიროვნების გაორება. დღეს ტოპრაკმა დამირეკა. სანამ აჩელიას ამბავს გავიგებდით. რაღაც ვიპოვე. თქვენ უნდა იცოდეთ. რა არის? ერენუსერის ანკეტა ფსიქიატრიული საავადმყოფოდან. რა? ის ავად არის სელინ. იქ მკურნალობდა. ეს ხომ ძალიან სერიოზული დაავადებაა. ო, ძალიან. წერია რომ შეიძლება საშიში იყოს თავის ქცევით. ასეთი ავადმყოფობა როგორ უნდა დაემალა? სანამ ასეთი ადამიანის მეორე სახეს არ დავინახავ, ვერ მიხვდები, ავად არის თუ არა. თუმცა მე უნდა მივხვდარიყავი. რაზე ამბობ? როდესაც ბარიში იპოვეს, საავადმყოფოში ერთად წავედით. მანამდე მასთან ვიყავი სახლში და ლაპარაკება მინდოდა. მის მაგიდაზე კი ჩვენი ფოტოები და დოსიეები ელაგა. მითხრა რომ ეს ას მოწყობილი იყო. მე დაუჯერე. მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ მივხვდი. მივხვდი რომ ყველას ნდობა არ შეიძლება. სელინ. ეს კაცი ისე იქცევა თითქოს ჩვენ გვეხმარება. მაგრამ აქ რაღაც სხვა ამბავია. მან შეიძლება შენ და გოგოებს რამე დაგიშალოთ. ო, ებრო. რა? როგორ თუ გამოჩნდა? რა მოხდა სელინ? აჩელია იპოვეს. ცოცხალია. ანუ
მასწავლებელი ერენი გიჟი ყოფილა? რაღაც ამის მსგავსი. მასში ორი პიროვნება ცხოვრობდა. და მათ ერთმანეთის შესახებ არ იცოდნენ. ანუ? ერენია? შეუძლებელია. ეს შეუძლებელია. თქვენ შორის რამე იყო? ჩვენ ერთმანეთი გვყვარდა. მე მას უყვარდი. ეს ყველაფერი ტყუილი იყო? დავიჯერო მატყუებდა? კარგია რომ მან ვერ მოასწრო შენთვის რამე დაეშავებინა. ახლა ყველაფერი დამთავრდა. უბრალო. ერენი დაიჭირეთ? აქ არის? მასთან შესვლის უფლება მომეცი. სვირპერი უნდა დავუმტვრიო. ანუ შენ არაფერი ისი? მე რა უნდა ვიცოდე? მოკვდა? ერენი მოკვდა? თვითონ ნახე? დარწმუნებული ხარ? მითხარი. ასლი მერე გეტყვი. ხომ გითხარი უნდა ვიცოდე? როცა გამომკეტეს. ჯერ კიდევ არ მქონდა მასზე ეჭვი. სულ ფიქრობდი ვინ უნდა ყოფილიყო? ვერაფრით ვერ ხვდებოდი. იქ არ ვეძებდი, სადაც საჭირო იყო. მე შინოდა რომ ის არ ყოფილიყო. დავურეკედავ თხოვე იქიდან წავეყვანე. როცა შემოვიდა და თვალებში ჩავხედე, მივხვდი რომ ის იყო. მას არც გაკვირვებია და არც სიხარული გამოუხატავს. თითქოს უკვე იცოდა ჩემი ამბავი. წამოყვანის მაგივრად კარი ჩამიკეტა. მაგრამ მე პოლიციაში დარეკვა მოახერხე და ისინიც მოვიდნენ. მერე გასროლის ხმა გავიგონე. როცა იქიდან გამომიყვანეს, დავინახე. ის მიწაზე იწვა. პოლიცია წინააღმდეგობა გაუწია? რატომ ესროლეს? მათ არ უსრიათ. აბა ვინ? რისი თქმა გინდა უფროსო? რომ მე მოვკალი ის? მე? მეც მაგას გეკითხები. ის ჩვენ არ მოგვიკლავს. შორიდან ესროლეს. და ვერც ვერავინ დაინახა ვინ ისროლა. ხოდა მეც ვიფიქრე. ჩვენი გმირი გიუვენი. ჭკვიანი ბიჭია მეთქი. ამდენი ხანია აჩელია დემოღლუს საქმეს ვიძიებთ. მას კი თავის თავზე არაფერი უთქვამს. მერე შენი აღლიშების გამახსენდა. როგორ ადანაშაულებდი ყველას. სულ გინდოდა რაღაცაში გაგერია. ისიც ვიფიქრე იმ დონემდე აიკვიატა, რომ აქამდეც კი დავიდა მეთქი. სხვა რა უნდა მეფიქრა. განა შენ თვითონ არ ამბობდი? რატომ მიყურებ ასე? ვამბობდი. მაგრამ მე ის არ მომიკლავს. რომ ცოდნოდა. არც კი დავფიქრდებოდი ისე მოვკლავდი. მაგრამ მე არ მომიკლავს. მე არ გამიკეთებია.
Tanımazsan კარგი, ჩემო ლომო. öyleyse adını ჩვენ kimse, დამნაშავეს მაინც ვიპოვნით. kimse benim gibi ნუ რა şüphelenmez. შეეპარება ამაში ეჭვი. შეუძლებელია რომ ერენია იყოს. როგორ გააგზავნიდა მესიჯებს, როცა ჩემს გვერდით იყო? ამდენს როგორ მოახერხებდა? ის არ არის. რაღაც გეშლებათ. მას არაფერი მოსვლია. შენ ვიღაც სხვა ნახე. ასლი, დამანებეთავი. შენ ისე ვიტყუები. ისევ გვატყუებ. ნეტავეს მართლა ასე იყოს. ნეტავ მართლა გატყუებდეთ. დამიჯერე, ეს მეც ძალიან მინდა. მიდი. ებრო. კარგი. კარგი, დამშვიდდი. სად იყავი დღეს 5 საათსა და 45 წუთზე? მანქანაში. ჩამეძინა. Araba tam მანქანა სადღა იდგა? ბაგირკაში. სამსახურის შემდეგ სახლში წავედი. მერე გოგონებს უთავთავებდი. მაგ დროს მანქანაში ჩამეძინა. tanığın var. მოწმე ყავს? არა. Peki Güven. კარგი ბატონო გიუენ. Çıkar bakalım. შენი silahını. პისტოლეტი მომეცი, ექსპერტიზას შევუტარებთ. როგორ სიტყვი? გაგზავნეთ. მე არაფრის არ მეშინია. ის მე არ მომეკლავს. იმედია, გამაგებინებთ. ეს მე ჩავიდინე თუ არა. ცოტა ხანი იწვეს, იქნებ დამშვიდდეს. ვის უნდა მოეკლა? ვინმე თავისიანს? ვიცით, რომ მასზე ვიღაცაები მუშაობდნენ, რადგან ის მათ ემუქრებოდა. არ მგონია ეს ვინმეს გაებედა. თან ისინი არც კი იცნობდნენ მას. ფიქრობ, რომ ერენს თანამზრახველი ჰყავდა. ვინც მას იცნობდა. ერთად მოქმედებდნენ. შეიძლება იმიტომ მოკლა, რომ მას არაფერი ეთქვა. ეს ნიშნავს, რომ კიდევ არის ვიღაცა. და ჩვენ არ ვიცით, ვინ არის ის. ნუ თუ ვერასდროს მოვიშორებთ თავიდან ამ მანიაკს. ყველაფერში მე ვარ დამნაშავე. ნუ ლაპარაკობს სისულელეს, მაგრამ ეს ასეა. მე ყველაფერი დავიმსახურე. რაც დამემართა. ჩემს ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი არ უხარიათ ჩემი გამოჩენა. ძალიან მეშინოდა. მეშინოდა, რომ სულ იქ დავრჩებოდი და ვეღარასოდეს დავბრუნდებოდი. კარგი. ყველაფერი დამთავრდა. ჩვენ შენს გვერდით ვართ. ძალიან მწუხარ იმის გამო, რაც ჩავიდინე. ძალიან მწუხარ.
მოდი ახლა ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. დამშვიდდი. უკვე ერთად ვართ. კარგი. გამიშვით. ის მე მელოდება. უნდა ვნახო, გამიშვით. ასლი, დამშვიდდი. და ჯეკი, მოდი. თქვენი არაფერი მინდა. ასლი, დამშვიდდი. ვერ დამშვიდდები. ვერ დავწყნარდები. რომ გითხრან ბარიში ურჩხულიაო? რომ გითხრან ტოპრაკი გიჟია, რომ ის ჭკუიდან შეიშალა? მიდი იტირე ჩემო სიცოცხლე. ცოტა მოგეშვება. დამშვიდდი ძვირფასო. გოგოებო, თუ შეიძლება მარტო დაგვტოვეთ. ასლი, შემომხედე. შენს თავზე ბრაზდები, რომ ადრე ვერ შეამჩნია რა? ფიქრობ, რომ როგორ შეძლო შენი დარწმუნება? როგორ შეიძლებოდა შეყვარებოდა? მისთვის დაგეჯერებინა. გიყვარს როგორ შეიძლებოდა ასეთი ადამიანის შეყვარება? მაგრამ იცი რას გეტყვი? ის ადამიანი, რომლისაც ასე გჯეროდა და ასე გიყვარდა, მართლა არსებობდა. ისევე როგორც მისი მეორე მე. ის ჩემი ძმა იყო. ვინ შენ შეგიყვარდა? ჩვენ ნამდვილი ერენი გვყვარდა. მან არ იცოდა მეორეს არსებობის შესახებ. ჩვენ ეს ერენი უნდა დავივიწყოთ. მხოლოდ ნამდვილი ერენი უნდა გვახსოვდეს, რომელსაც მე არ მოუტაცები ვარ. მგონი ისე ძალიან აღარ ტირის. ნეტავ რა ელაპარაკა. ნუ ახლა რამე ისეთი რომ ეთქვა, რაც ნერვებს მოუშვი და ხომ გავიგებდით. გოგოებო, არ გეჩვენებათ, რომ აჩელია ცოტა? რა ვიცი, თითქოს 35 წლისაა. ეს ნორმალურია იმის შემდეგ, რაც მან გადაიტანა. არც ის აჩელია იყო, ისეთი, რომელიც შეიძლებოდა მოგნატრებოდა. სელინ. აჩელია აქ არის? აქ ვარ. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა.com-ი. გახმოვანებულია აჭარა.com-ის მიერ. მადლობა ღმერთო. შენ ჩემი სიყვარული დამებრუნე. კარგად ხარ?
არაფერი არ დაუშავებია. ყველაფერი კარგად არის, არ ინერვიულო. უბრალოდ ძალიან დავიღალე. სულ ეს არის. შენ აქ ხარ. ამის მეტი რაღა უნდა მინდოდეს. Ben daha ne isterim ki? Bilseydim რომ ცოდნოდა, o herifi იმ gözüm ნაძირალას ისე მოკლავდი, beni de kan. თვალსაც კი არ დავახამხამებდი. გიუენ, მართლა ძალიან დავიღალე. დავიღალე მთელი დღე ერთი და იგივეს ლაპარაკით. Tamam. კარგი, Sen მე ne? Öyle მე არ ვიცოდი ne diyeceğimi რა bilemedim. მეთქვა. Zaten burada შენ უკვე აქ ხარ. konuşuyoruz. კიდევ დაველაპარაკებთ. Sen buradasın aslında. ყოველ ისე მოვალ. Ben yarın gene gelirim. ისე მოვალ და ველაპარაკოთ, კარგი? წავიდა? წავიდა. ამიერიდან თქვენს გარდა აღარავის ვენდობი. მისი ჩათვლით. ეს ნორმალურია იმის მერე, რაც ჩემმა საკუთარმა ძმამ გამიკეთა, არა? ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს სახლი მომენატრებოდა. რომ იცოდეთ, რამდენი რამე შეიძლება მოენატროს ადამიანს. ყველაზე მეტად თქვენ მენატრებოდით. ყველაზე მეტად. ჩვენს გვენატრებოდი. ხომ გეუბნებოდი? ვიცოდი, რომ ცოცხალი იყო. Nasıl inandın? როგორ მოახერხა, რომ ყველას დაეჯერებინა თითქოს მოკვდა? ამ გოგოსგან ყველაფერია მოსალოდნელი. Bahçede ეზოში ვისი ცხედარი იპოვეს? ალბათ გახსნიან საფლავს და ნახავენ. რა იყო შვილო? გააფუჭეთ რამე? აქ არაფერია, კომისარო. რას ქვია არაფერია? საფლავიც არიელია.
დილა მშვიდობის. ამ სახლში ჩემი კვალიც კი აღარ დარჩა. ალბათ ყველა ჩემი ნივთი გადაყარეთ. არ მეგონა რომ კიდევ დაგჭირდებოდა. როცა ადამიანი აღარ არის. ნახევარი გადავყარე. ნახევარი შენს დაქალებს მივეცი. არა უშავს, პრობლემა არ არის. ახალს ვიყიდი. კომისარმა დამირეკა ახლა. ამ დილას საფლავი გახსნეს. ცარიელია. იქ ვიღაც სხვა დავასაფლავეთ. გვამიანსკი იცნობოდა, ანალიზი ჩაატარეს. თუ ეს რომ ეს შენ ხარ. კომისარი ფიქრობს, რომ ეს ერენმა ჩაიდინა. ქრთამი მის სასამედიცინო ექსპერტს თუ რაღაც მსგავსი. ასეთი ვარაუდი აქვთ მცდარ გზაზე დაგვაყენა. თუ ვიფიქრებდით, რომ მოკვდი, ძებნას აღარ დაგიწყებდით. მას შემდეგ, რაც მე გავიქეცი, რომ ვერ გაეგოთ თუ ვისი გვამი იყო. ცხედარი მოიპარა. ვიცოდი, რომ ეს ნაძირალა რაღაცას მალავდა. არც კი მჯერა. როგორ ვერ მივხვდით, რომ ავად იყო? ეს ბედის ამბავი იყო, მაინდა-მაინც ჩვენ რომ დაგვეტაკა. ჩვენს გოგოს შგუა არ აქვს. ახლა ყველა ამ დღეში ჩაგვყარა. ბაჰადურ, გთხოვ დამშვიდდი. ვერ ხედავ ასლი რა დღეშია. არ შემიძლია ასეთ მდგომარეობაში მისი ყურება. ვიცი. მაგრამ ახლა ჩვენს სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და მას მხარში დავუდგეთ. სხვა შემთხვევაში შეიძლება შვილი დავკარგოთ. ჩემი ლამაზი გოგო. გაგივლის. ყველაფერი გაივლის. არი ნერვიულო. ჩვენ ყოველთვის შენს გვერდით ვიქნებით. პატიება მინდა გთხოვო. მაპატიე დედა. მე ჯერ კიდევ ვერ გებულობ. რა პრობლემა ჰქონდა ერენს? როგორ შეიძლება საკუთარ დას ასე მოექცეს ადამიანი? ჩვენ ამას ვეღარასდროს გავიგებთ. ერთადერთი მიზეზი ალბათ მისი ავადმყოფობაა. ვინ იცის თავში ჩემზე რა აზრები უტრიალებდა? კარგი. მიდი რამე შეჭამე. დილით მაღაზიაში ვიყავ, ყველაფერი სამზარეულოშია. მე წავალ მამას მოვიყვან. მამამ გაიგო? მაშინ ვერატომ არ ჩამოვიდა? რა ვიცი, რომელ თვითმფრინავზეც ბილეთის აღება მოახერხა. კაცი ასეთ მდგომარეობაშია. მარტო ის იცის, რომ ცოცხალი ხარ და სახლში დაბრუნდი. შენი მშობელი მამა, ძმა. ასეთ თემებზე ტელეფონის ლაპარაკი არ ღირს. საინტერესოა რა სიზამს სიმართლეს რომ გაიგებს. ალბათ აქ დარჩენის უფლებას არ მომცემს. სისულელეს ნუ ამბობ. ეს შენი სახლის არის. მაგრამ მე მისი შვილი არ ვარ. ნუ ლაპარაკობ ისე, თითქოს მამას არ იცნობდე. კარგი.
მე გავიქეცი. ო, მართლა. სახლიდან უგახვალ. უამრავი ჟურნალისტია გარეთ. დედა, სამზარეულოში ვარ. დედა, ბარიში არ არის? აქ ვარ. პურის საყიდლად ვიყავი. არ გითხარი, სახლიდან ისი არ გახვიდე, მე რომ არ ვიცოდე მეთქი. ამდე თუ გინდა ბარემ საყელური გამიკეთე. კარგი, ნუ ჩხუბობთ. დასხედით მაგიდასთან. როგორ არის საჩელია? როგორ უნდა იყოს? ვინ იცის გოგომ რა გადაიტანა? იცი? თითქოს რაც გადაიტანა მოუხდა კიდეც. ანუ უფრო დაალაგებულად მსჯელობს. თითქოს გაიზარდა. რა გადაიტანა ქალბატონმა მუნევერმა? ძალიან ცოდოა ეგ ქალი. მის ადგილზე ვინც არ უნდა ყოფილიყო ჭკუიდან გადავიდოდა. ღმერთმა არავისგანაც დევინოს შვილის უბედურება. ამაბის გამო რამდენნაირი შეშლილი აღარ ვნახე. თითქოს ფსიქიატრიის კურსი გავიარე. ეტყობოდა რომ ცოტა უცნაური იყო. ის ხომ ჩემთან იყო მოსული, როცა ასლი მოიტაცეს. გიჟივით გამოხედვა ჰქონდა. ახლა გაგახსენდა ეგ ამბავი. საიდან უნდა მცოდნოდა? ვიფიქრე ასეთი ამეთქი. ამ ბიჭს ხომ არაფერი ახსოვდა. დედა, დამოვიწყდა რომ მეთქვა. ბარიშს მეხსიერება დაუბრუნდა. თან დედა ყველაფერი ახსენდება. ალბათ წამლებმა უშველა. მადლობა ღმერთს. მალე გამოჯამრთელდი. მადლობა. უნდა გავიქცე. მადლობა საუზმისთვის დეიდა სუმან. გაიხარე. დამალოდე ახლავე გამამზადები. მე და ებრო ასლისთან უნდა მივიდეთ. შვილო ბიჭს ლექციაზე აგვენდება, არ დაუჯერო. მაგის მომზადებას 2 საათი უნდა. ნახვამდის. მშვიდობიან დღეს გისურვებთ. უფროსო, ბალისტიკური კვლევების შედეგებია. ერენუსერი ამ იარაღიდან არის მოკლული. ღმერთმა სასჯელი გამომიგზავნა. კიდევაც რომ მატყუებს და მეუბნება მე არ მომიკლავსო. ახლავე წადით და მოიყვანეთ გიუენი. ახლავე, კარგი უფროსო. აჩელია ადემოღლუ, რომელიც მოკლულად ითვლებოდა, სინამდვილეში გატაცებული აღმოჩნდა. ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც გაქცევა მოახერხა, იგი პოლიციას დაუკავშირდა. დეტალები არ საჯაროვდება, ამიტომ მის სახლთან ჟურნალისტების ბრბოა თავმოყრილი. ღმერთო, უბრალოდ დაუჯერებელია. როგორ არის საჩელია? იმ კაცმა რამე დაუშავა? არა, მაგრამ ძალიან შეშინებულია. რა თქმა უნდა. ახლა სად არის? რას აპირებს? არ ვიცი, სახლშია. ჯერ არაფრის თავი არ აქვს. მაგრამ ჩვენთან ყოფნით უკეთ გახდება. არა, არ შეიძლება. რადგან მეხსიერება დაუბრუნდა, მოახერხებს რომ საცხოვრებელი იპოვოს. და რა უნდა ვქნათ დედა? ქუჩაში გავაგდოთ ასეთ მდგომარეობაში. რა ვიცი, თუ გინდა ვიშვილებ. არა, არ შეიძლება. მე და ბარიში დაძმანი ვერ ვიქნებით. ზუსტად მაგას გეუბნები. ცეცხლი და დენთი ერთად ვერ იქნება. ეს შეუძლებელია. ჯერ ბოლომდე არც კი გამოჯამრთელებულა. გეხვეწები ცოტაც დარჩეს. ერთხელ მაინც გინახავს მისი უზრდელური საქციელი. როგორი მორიდებულია. სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება, თვალს არ მოვაშორებ. ვერც ის დამტოვებს. ერთი წუთით რომელი პრობლემა უნდა მოგვარდეს? რა პრობლემა? არანაირი პრობლემა არ არის. ისევ თქვი. მომისმინე ჰანდე. რაღაცის შიში გაქვს და მე არ მეუბნები.
არა, რა შიში? ამ ბიჭს რაღაც პრობლემა აქვს. სოციალზე გეტყობა. შენ კი მე არ მეუბნები. რაღაცას მიმალავ. დედა გეფიცები. ჰანდე გეყოფა. თავს ნუიკატუნებ. იცოდე ახლავა ყველაფერს მეტყვი. ყველაფერს მომიყვები. აჩელია, მამა, აჩელია. შვილო. ჯესურმა გზაში ყველაფერი მიამბო. არც კი მჯერა. ამდენი ხანი. ჩემი ლამაზი შვილი. ჩემი სიცოცხლე. ჯერ კიდევ არ მოჯერა. ღმერთს დიდება. ეს ასაულია, სხვა არაფერი. იმ ნაზირალამ კი ის მიიღო, რაც ეკუთვნოდა, რომ არ მოეკლათ ჩემი ხელით დავახშობდი. არა, არ მჯერა. უბრალოდ ვერ ვიჯერებ. ამდე ამდენი ხანი როგორ არ მითხარი ეს? იძულებული ვიყავი. ის ჩვენ გვაშანტაჟებდა. ძვირფასო პოლიციაში წავიდოდით. ისინი მალე იპოვიდნენ. დედა ვერანაირ პოლიციაში ვერ წავიდოდით. რომ წავსულიყავით, ყველას გააგებინებდო ჩვენს დანაშაულს. და შენსასაც. რანაირად? იცოდე რა ჩვენ გააკეთე. მეცაც გეტყვი. ფული მან მოიპარა სახლიდან. ახლა გავგიჟდები. აი გამომართვი. მერე ისევ დამიბრუნა. ხომ გახსოვს რომ გითხარი ჩემი ესკიზები გავყიდე მეთქი? არანაირი ესკიზები არ ყოფილა. როცა იმას ვაკეთებდი, რასაც ის მეუბნებოდა, თანდათანობით ფულს მიბრუნებდა. ჩემო პატარა. ამდენი ხანი როგორ მოახერხე ამის დამალვა? ჩემო გოგო, როგორ ვერაფერს მივხვდი? არა უშავს დედა, ყველაფერი დამთავრდა. ანუ, როცა ამ არანორმალურსაც დაიჭერა, ყველაფერი დამთავრდება. ვინ არანორმალურს? ისინი ორნი ყოფილან. ერთი მათგანი მასწავლებელი ერენია. ანუ თანამზრახველიც ყოლია. მაგრამ ვინ არის ჯერ არ იციან. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ერთ წლამდე ზუზუ უნდა აჭამო ჩემო კარგო. Akıldım. ახლავე მოვალ საყვარელო. Efendim. ისმენ, რატომ არ იყებ ტელეფონს ბიჭო? ერთ ადგილას კონდა გაკეთებული. ამდენი ხანია გირეკავ. Ya ne diyorsun be? რომ მქონოდა საშუალება გიპასუხებდი. მოკლედ, დიდი პრობლემა მაქვს. შენი დახმარება მჭირდება. რა პრობლემაა? ტელეფონით ვერ გეტყვი. უნდა შევხვდეთ. კარგი აბა. მე წავალ, გამოვიცვლი. მერე დედასთან წავიდეთ. კარგი? კარგი. არ უთხარი არა?
Bilmesi ფიქრობ არ არის საჭირო რომ იცოდეს. ერენზე ვუთხარი რომ შენზე ჩაციკლული გიჟი იყო და კომისარსაც ვთხოვე რომ ამ თემაზე არაფერი არ უთხრას. არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო. არც არის საჭირო. Etmeye gerek yok. Yani bu არ kadar მინდა şey ყველაფრის yaşadıktan შემდეგ sonra რაც გადავიტანეთ, sokağa კიდევ atılmaz რამე gelemez. პრობლემა შეიქმნას. Açelya, აჩელია, bak ben მე senin შენნაირი არ ვარ. yani არ taş მაქვს kalpli ქვის olamıyorum. გული. Kardeşimiz ვერ ortada ჩავაგდებდა ასე მძიმე მდგომარეობაში. Hele onu არანაირად არ ვაპირებ შენ შანდაშს. რა საშინელი ადამიანი ვიყავი. Sana da başkalarına da შეუძლებელია იმის პატიება, affedilir şeyler რაც değil. შენ და სხვებს გავუკეთე. Abi, დამიჯერე ძმაო. inan bana. ამიერიდან ყველაფერს გავაკეთებ რომ Bundan sonra ძველი hatalarını საქციელისთვის telafi etmek პატიება için დამიმსახურო. elimden gelen her şeyi yapacağım. Ne gerekir? ყველაფერს რაც საჭიროა. და აჩელიამ რა თქვა? ზუსტად მან თქვა რომ მისთვის შეიძლებოდა თანამზრახულ სასროლა. რომ არ გაეთქვა. Başından თავიდანვე როგორ ვერ მივხვდი. არავის არ გაგვჩენია მასზე ეჭვი. თავს ნუ დაითრგუნავ. anlayabilir. მივხვდებოდით უფრო დაკვირვებულები რომ ყოფილიყავით. fark ederdik. არა მგონია. ის ძალიან ცდილობდა ჩვენს დახმარებას. მასზე ეჭვი ვერანაირად ვერ გაგვიჩნდებოდა. და არც გაგვჩენია. Neyse Kargi, bitti ho. be. Bayağı bitti. ანუ ყველაფერი დამთავრდა? ო, ასეა თუ თანამზრახულსაც დაიჭერენ. Dikkat et Cansu. ჯანეთ çarpma. ბრთხილად. Selin'e bir şeyler ikram ტოპრაკ, ettin mi რამე თუ toprak? შესთავაზე სელინს. Yok ben kalkıyorum zaten. მე უკვე უნდა წავიდე. იჯექი, იჯექი. აბა, Açelya nasıl? როგორ არის Çok აჩელია? sarsılmış ისევ mı? შოქშია? İyi. ო, Zamanla daha თანდათან iyi. გამოკეთდება. Mezarından çıkmak kolay დრეთით değil. აღდგომა არ არის ადვილი. Tecrübe etmiş ისე ლაპარაკობ თითქოს თვითონ გამოსცადე. Ettim რა aslında თქმა biliyor უნდა musun? გამოვცადე. Ben o kazada იმ ölümden ტრაგედიის döndüm. შემდეგ ძლივს დავრჩი Gerçi ცოცხალი. siz orada değildiniz. თუმცა Nereden თქვენ ეს საიდან უნდა bileceksiniz, değil mi? იცოდეთ? Neyse. კარგი, Ben მე უკვე უნდა წავიდე. kalkayım artık. Siz hiç ნუ rahatsız შეწუხდებით, olmayın, მე თვითონ გავალ. Ben sana sonra ამაზე მოგვიანები და გელაპარაკები. Selin სელინ, bekle. თუ გინდა, Eve bırakayım. სახლამდე მიგიყვან. Yok. არა, Ben მე giderim. თვითონ. Israr ettim. ნუ მაიძულებ რომ გავწითლდე. Böyle demiştin değil mi? ასე იყო არა? 1000 yıl geçmiş. თითქოს 1000 წელი გავიდა. Yorgun değilsen. გაღლილი თუ არ ხარ, შეგვიძლია ფეხით გავისეირნოთ. Oldukça uzun გრძელი bir yol გასაირნება olacak. გამოგვივა. Olsun. მე რა უჭირს? გამოდიან, გამოდიან. აჩელია, თუ შეიძლება. მეგობრებო, ძალიან გთხოვთ. Açelya ne yapıyorsun? აჩელია, რა შვები? Hayatta olmak სახლში დაბრუნება მშვენიერი გრძნობაა. çok şanslı. ძალიან გამიმართლა, რომ მყავს მეგობრები და ოჯახი, რომლებიც სიყვარულით დამხვდნენ. ადამიანი, ვინც ეს საშინელება განმაცდევინა, დასჯილია. Suç ortağı da მის aramıyor. თანამზრახულს ეძებენ. En kısa zamanda იმედია მალე yakalanmasını დაიჭერენ. umut ediyorum. მხოლოდ მაშინ ვიგრძნობ Ancak o თავს zaman უსაფრთხოდ. tamamen güvende olacağım. კარგი, გმადლობთ მეგობრებო. ბატონო ემირ, ორიოდე სიტყვით. მადლობა მეგობრებო. Yani benim başka მე სხვა გამოსავალი არ მაქვს. Kaçmam lazım. უნდა დავიმალო. Yoksa o suç üstüme თორემ kalır. ამ დანაშაულს მიამკიდებენ. Belki de kaldı bile. Güven. გიუენ,
Doğru söylüyorsun. სიმართლეს ამბობ ძმაო. Ne demek lan რას doğru ნიშნავს მართალს ვამბობ? Yalan mı söylüyorsun? აბა გატყუებ? Ben yapmadım. მე არ diyorum. გამიკეთებია O adamı მეთქი. ben öldürmedim. ის კაცი მე არ Ben მომიკლავს. yapmadım. Yani იმედია? yapmamışımdır იმედია herhalde. შენ O ne demek რას lan? გულისხმობ? Ya არ bilmiyorum. ვიცი. Ben მანქანაში arabada ჩამეძინა. sızıp kalmışım. O birkaç ეს saat რამდენიმე საათი არ მახსოვს. Bak უყურე. evden çıktım. გამოვედი სახლიდან. Arabaya bindim. ჩავჯექი მანქანაში. თვალებს ვახელ. Uyuyakalmışım. ვახელ და ისე მანქანაში ვარ. აი ეს ინტერვალი არ მახსოვს. დამეძინა თუ რა იყო, აზრზე არ ვარ. Yapma. კარგი რა გეუბნები. Yapma be არ Güven გინდა. ya. Ilgaz. ილგაზ. Adam benim კაცი silahımı ჩემი იარაღით არის მოკლული. Ben silahımı მე kimseye ჩემი vermem. იარაღს არც ადარტოვებ. Hiçbir yere არც bırakmam. არავის ვაძლევ. O silah benim üstümde. პისტოლეტი მე მქონდა. Anladın? მე მქონდა გასაგებია, რომ დამეჭირონ ვერაფერი ვეღარ მიშველის. Tamam ben... კარგი, გავიგე, მე რითი უნდა დაგეხმარო. Benim ortadan kaybolmam lazım. უნდა გავქრე. Kaçmama yardım et. გაქცევაში დამეხმარე. Bana bir tekne კატერი ayarla. იქირავე. Yunanistan'a ერთი ორი თვით სადმე წავა. სანამ რამეს მოვიფიქრებ. Anlaştık. შევთანხმდით? Al bunu. ეს გამომართვი. ამით დამეკონტაქტე, კარგი? Bak bu iyi oldu. კარგი. Ben seninle რაღაც konuşmazsam ნივთებს kendimi წამოვიღებ. Ilgaz. ილგაზ, Bir şey daha კიდევ isteyeceğim. რაღაც უნდა გთხოვო. Açelya'yı buraya აჩელია getir. მომიყვანე. Onu son bir kez. კიდევ ერთხელ მაინც ვნახავ. İşin doğrusu. და benden ჩემგან biraz. გაიგო სიმართლე. Ha? Bak benim başka შეიძლება şansım სხვა olmayacak. შანსი აღარც მქონდეს. რას ნიშნავს ვერ პოულობთ? მიწამ ჩაყლაპა თუ რა? ალბათ ვიღაცისგან გაიგო რამე. თქვენი. ყველგან ეძებეთ ყოველი ქვის ქვეშ, სანამ არ იპოვით არც გაბედოთ აქ მოსვლა. ალბათონო ასუმან. გამარჯობა ბატონო რეჯებ. თავისუფალი ხართ? შეგვიძლია ცოტა დავილაპარაკოთ. რა თქმა უნდა, მობრძანდით. რა Ne შემოგთავაზოთ? ikram edeyim size? გმადლობთ, არაფერი არ მინდა. გული ისედაც ამოვარდნას მაქვს. Hayırdır? რამე მოხდა? ეს ადამიანები ჩვენს ბავშვებს რომ მოსვენებას არ აძლევს. Hangi adam? ვინ ადამიანები? ადამიანი, ვინც აჩელია გაიტაცა. მხოლოდ მას კი არ ერჩოდა. არამედ სხვა გოგოებსაც და მათ შორის შემშულსაც. მას თანამზრახველი ჰყავს და შეიძლება მან ესროლა კიდეც. Onu vuran ანუ ვინც მას ესროლა? ჰანდემ მითხრა, მასწავლებლს იმიტომ ესროლეს, რომ არაფერი ეთქვა. გოგონების თქმით, ისინი თავიდანვე ორნი იყვნენ. ისინი ასე ფიქრობენ, რომ ორნი იყვნენ. ekip mi? ორნი? Ee, ქალბატონო ასუმან. Kızlar size კონკრეტულად რა ne გითხრეს anlattılar? გოგონებმა? Gelsinler buraya ifadelerini მოვიდნენ alın. აქ ჩვენებას შემოვართმევ. მომისმინეთ. გოგოები ახლა ძალიან შეშინებულები არიან. სინამდვილეში ბევრი არაფერი იციან და თქმაც არ შეუძლიათ ამიტომ. რამე რო იცოდნენ, აუცილებლად იტყოდნენ. თქვენ რომ იცოდეთ, რამდენი ხანი მიმალავდა ჩემი შვილი ამ ამბავს შიშის გამო. შეგიძლიათ გამიგოთ. Anlayabiliyor musunuz bunu? ქალბატონო ასუმან. Yapma. ასე რომ მოიქცევით, თხოვთ. მადლობა. Lütfen Allah rızası ღვთის გულისათვის იპოვეთ რა ეს ადამიანი. გოგოები რომ დამშვიდნენ. საკმარისია უკვე. Siz hiç თქვენ ნუ ინერვიულებთ. en kısa სულ zamanda მოკლე ხანში yapacağınız დავიჭერთ ამ şeyler. ნაძირალას. ასლი, შენი მეგობრები მოვიდნენ. Kuzum, როგორ ხარ ჩემო სიცოცხლე? nasılsın? Bak, ნახე, bak biz sana ნახე რა მოგიტანეთ. en შენ sevdiğim რომ გიყვარს? şeker komasına girene ვიფიქრეთ kadar იმდენი geleceğiz. ჭამოს, სანამ diabeti არ დაემართებაო. Sen yeter ki თავარია შენ გაიღიმო. biz seni hiç yalnız ჩვენ bırakmayacağız. შენ მარტოს არ დაგტოვოთ. Ama ağlamak yok ოღონდ artık. მეტი არ იტირო, კარგი? Hadi.
Yoruldun mu? დაიღალე. Yok, არა, iyiyim ben. კარგად ვარ. Ne oldu? რა მოხდა? Ben senden... არ შემიძლია თავის შენგან შორს მეჭიროს. მაგრამ მაინც ასე უნდა მოიქცე. Sen beni შენ რომ affetsen de ძმა ben kendimi პატია, affedemem. ჩემს თავს თვითონ არ ვაპატიებ. Sana her ყოველთვის როცა გიყურებ, გიჭირს თვალებში ყურება. მარტო Sadece sen შენში და ჩემში არ არის საქმე. Şanslı öğrensen ne ჯანეტმა რომ გაიგოს რა უნდა Ne უთხრა. diyeceksin ona? Baksana bilmediği halde nasıl davranıyor. Bir de öğrensin. Şansiyet biliyor zaten. ჯანეტმა ეს ისედაც იცის. Biliyor mu? იცის? Evet. იცის და ვერაფერს ვერ იზამს. Bir şey yapamaz. რას ნიშნავს ვერაფერს იზამს? İkinizin ეს მისი უფლებაა, Toprak. თქვენი უფლება. Sen böyle sustukça ტოპრაკ, daha çok როცა ასე üzülüyorum. ჩუმად ხარ, კიდე უფრო უხერხულად უგრძნობ თავს. Affetme beni. არ მაპატიო. Affedip daha fazla. ნუ იზამ ისე, რომ უფრო მეტად მცვენოდეს. İşte bu აი yüzden... ზუსტად ამიტომ არ შემიძლია შენგან თავის შორს დაჭერა. სერიალს არ მოგიდგენთ აჯარაბეთქომი. გახმოვანებულია აჯარანეთქომის მიერ. მუნევერ. Baksana. ნახე ვინ მოგიყვანე. Anne, დედა, ben geldim. მე მოვედი. Benim anne. მე ვარ შენი გოგო. Kızım, აჩელია. Açelya. Kızım değilsin შენ sen. ჩემი შვილი არ ხარ. Benim kızım öldü. ჩემი შვილი მკვდარია. Anneciğim, დედა, ölmedim. მე Bak, მკვდარი არ ვარ. buradayım. აქ ვარ. Öldü benim kızım. ჩემი შვილი მკვდარია, მკვდარი. Yalancı, მატყუ öldü არა, benim ჩემი kızım. შვილი მკვდარია. დედა, Gerçekten ეს მართლა აჩელია. ის არ მომკვდარა. Açelya'mı აჩელია öldürdüler. მოკლეს. Öldürdüler არ yavrum. გესმით, ჩემი შვილი Öldü benim მკვდარია, kızım. მატყუარებო. Pis yalancılar, მომშორდით gidin დავიდან. buradan, pis yalancılar. მატყუარებო. ეგთანო. მომშორდით. მომშორდით. ჩემი შვილი მკვდარია. Kızım öldü. აჩელია მოკლეს. Benim kızım აჩელია მოკლეს. öldü benim kızım. Annem beni დედამ ვერ მიცნო. hatırlamadı. ვერ გამიხსენა. კარგი. Ne oluyor ya? რა ხდება? Telefon მისი ტელეფონიდან ბოლოს არის თქვენს ნომერზეა შემოსული. Ya evet. ო, მან arada bir biraz დამირეკა. konuştuk ama ცოტა ხანი ondan sonra ვილაპარაკეთ. ben de haber ამის მერე მისგან აღარაფერი გამიგია. რა ხდება? Memur beyler... პოლიციელები ვიღაც გიუვენ თუ რანს ეძებენ. Peki nerede რამე მოსაზრება ხომ არ გაქვთ, სად შეიძლება იყოს? Ne demişti? მითხრა რომ იზმირში მიდიოდა ნათესავებთან. Bir akrabasının yanına. ითქა ქორწილია თუ რა ხდება მეთქი, მაგრამ არაფერი მიპასუხა. მეც აღარ ჩავეძეა. რას არ მოვიდგენდი თუ ეს ამბავი იყო? Tekrar irtibata geçerse თუ გამოჩნდება შეგვატყობინეთ. რა თქმა უნდა. Ya aslında biz რამე hem რომ şimdi ცოდნოდა, მე araştırıyoruz თვითონ ama დაგირაკავდით. malum. Peki iyi günler. მშვიდობიან დღეს გისურვებთ. ნახვამდის. ნახვამდის. გიუვენს რატომ ეძებენ? როგორც ამბობენ, ერენი მან მოკლა. რა? Baba nasıl? მე ამ ამბისგან Yani
რაღაც ხეირი მაინც ვნახე. იმის თქმა მინდა რომ ჩვენ აჩელიასთან ერთად იმდენი რამ გადავიტანეთ. მაგრამ ყველაზე მეტად ასლი დაზარალდა. არც კი ვიცი მის ადგილას როგორ მოვიქცეოდი. ალბათ ვენები დიდი ხნის გადახსნილი მექნებოდა. ანუ მე რომ ვიყო შეშლილი და ჩემში ორი პიროვნება ცხოვრობდეს? არა, სულელო. თუმცა ეგეც არის, რა თქმა უნდა. შენ რომ მომკვდარიყავი. რომ ვერ მოგვეხერხებინა შენი ნახვა და ვერ გადაგვერჩინე. ალბათ უკვე დიდი ხნის მკვდარი ვიქნებოდი. ასე ძალიან გეწყინებოდა? თუ კი ამის გაფიქრებაც კი მზარავს, რეალობაში რაღა იქნებოდა. უჩემოდ ვერ ცხოვრობდი? ასლიმ როგორ უნდა იცხოვროს? ძალიან ძნელია. და იცი რა არის ყველაზე საშინელი? ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. არც კი ვიცით რა ვუთხრათ. სულელები ვით ჩუმად ვართ. ზოგჯერ ჩუმად ყოფნა საჭიროა. ეგ როგორ? ანუ მის გვერდით იყო და არაფერზე ელაპარაკო. თუ გისათქმელი არაფერია. განა ეს მეგობრობა არ არის? ასე რატომ მიყურებ? უკვე მეშინია. ბევრად უფრო ჭკვიანი ხარ, ვიდრე გამოიყურები. თვითონც არაფერი. ამ დროს კი ბევრი რამ იცი. ბევრი რამ თუ არა ის მაინც ვიცი. როგორია განიცდიდე. არა მარტო ეს. შენ იცი როგორ უნდა გიყვარდეს. შენ ლამაზად გიყვარს. ჯერ არასდროს შემხვედრია ბიჭი, ვისაც ასე ლამაზად უყვარს. ჩვენ ახლა დეკორაციას ვგავართ. არა უშავს. დედა ჩემიც ასეთი ადამიანია. ჩვენ ეს გენეტიკურად გვაქვს. ამ ამბავს გოცნა ვერ უშველის? რა ვიცი, ვცადოთ. ვინ რეკავს? რატომ არ პასუხობ? არავინ, უცხო ნომერია. იქნებ ის არის. გიუვენია თუ რა ქვია? არა, ის არ იქნება. მე ვეჭვება რაღაც დროის განმავლობაში დამირეკოს. თუ დარეკავს, ნუ უპასუხებ. შარში ნუ გაეხვევი. გაქცეულის დახმარებისთვის დაგადანაშაულებენ. ნუ ნერვიულობ ძვირფასო. არ ვაპირებ იმ ადამიანის გამოგარისკოს, ვინც სულ რამოდენიმეჯერ მყავს ნანახი. ძალიან მიმძიმს შენი მარტო დატოვება, მაგრამ თუ გინდა დავრჩები. არა, უნდა წახვიდე. დედას მარტო ხომ არ გაუშვა. სირცხვილია. კარგი. მაშინ ერთი კოცნა. ცუდად ვარ.
არ გადაგედოს. ხოდა ჩემს მოსლამდე გამოჯამრთელდი. კარგი იქნებოდა ჩვენთან ერთად წამოსულიყავი. არა, ბები დამეღლება. ბები დაეღლება. თითქოს ძალიან ბევრი უნდა ილაპარაკო. რამდენიმე ადამიანს უნდა გკითხო როგორ ხარო და სულ ეგ არის. არა, უბრალოდ მეზარება ხელოვნურად გაღიმება. ატანა არ მაქვს ასეთი ხელოვნური წვეულებების. ადამიანებთან ურთიერთობა განაცუდია. რატომ არ შემიძლია მეც ვიამაყო ჩემი შვილებით? არი ნერვიულო დედა, მელისა ჩემს მაგივრად გაკაჩავს. კარგი მაშინ. მე ასლის შეუვლი დღეს არ მინახავს. სელინ. იქნებ რაღაც დროით თავი შეგეკავებინა ქუჩაში მარტო გასვლისგან. მარტო არ მივდივარ, ტოპრაკთან ერთად. თქვენ ისე ვხვდებით ერთმანეთს. მე რატომ არაფერი ვიცი? რა ვიცი? არ მიფიქრია თუ ეს საინტერესო იქნებოდა შენთვის. რატომ არ უნდა იყოს საინტერესო? არ მინდა რომ კიდევ გული გეტკინოს. კარგი, გამახსენდა რატომაც არ გითხარი. მე უბრალოდ შენ უბრალოდ გინდა რომ მე ბედნიერი ვიყო. ვიცი დედა, მაგრამ ახლოს ჯობს ჩემს დაზე იფიქრო. ღმერთმა უწყის ვის გახვაცოლად. შენი სიძე აჩელიას გამტაცებლის და მკვლელის მეგობარი აღმოჩნდა. ისინი უბრალოდ იცნობდნენ ერთმანეთს. სახელმწიფოს რომ გაურბიხარ, უბრალოდ ნაცნობს ურეკავ, არა? მოვედი. ბოდიში დედა, დიდხანს გალოდინე? აბა როგორია? ძალიან ლამაზია. ილგაზი შეუძლოდ გახდა, ამიტომ შემაგვიანდა. მარტოს ვერ ტოვებდი. რაზე ლაპარაკობდით? ჩვენ? არაფერი ისეთი. კარგი, წავედით. შენ კი ნუ დაიგვიანებ და ჩემს ზარებსაც უპასუხე ხოლმე. ისმენ. აბა რა მეკრა? მელისა იყო ჩემს გვერდით, ახლა ხან სავიდა. რატომ დამირეკე? პოლიციელები იყვნენ მოსულები, შენ კითხულობდნენ. ხომალ გითქომ სად ვარ? რა თქმა უნდა არა. ისინი იზმირში გეძებენ. კატერი საქმე როგორ არის? ყველაფერი წესრიგშია. ამაღამ გაემგზავრები. აჩელია? მოვა, ელაპარაკე? არ მინახავს ძმაო. ახლა ამის დრო არ არის. ისედაც ცუდ სიტუაციაში ხარ. გოგოს მანდ მოყვანა არ იქნება აზილი საქმე. რომს დაველაპარაკო უარი რომ მითხრას? მე რა ვქნა? ილგაზ. სანამ აჩელიას არ ვნახავ, არ სადარწავა. რაც გინდა ისქენი, მაგრამ ეგ გოგო უნდა მომიყვანო. კარგი, კარგი. მაგრამ იცოდე რამე რომ მოხდეს, მე აღარ დამაბრალო. კარგი დროებით, აბა მიდი. რა მოხდა ზირფასო? მელისა წავიდა თუ არა, მაშინ ჩემთან გამოიქეცი. შენ ხომ ავადმყოფობდი? გადავწყვეტე მე ნახა როგორ ხარ სიძე ბატონო. მადლობა. მაგრამ შეგეძლო ჯერ დაგეკაკუნებინა. შეიძლება შიშველი ყოფილიყავი. მოკეტე, ჯობს მითხრა ვისალაპარაკებოდი. შენი რა საქმეა? გიუვენს არა? კიდევ ერთხელ გეუბნები. შენი რა საქმეა? ვიცი, მას ელაპარაკებოდი. ნამდვილად სამკურნალო ხარ. ხო, ზუსტადაც ერენის და გიუვენის გამო მჭირდება მკურნალობა. ხელს რატომ აფარებ? რეს ლაპარაკობ? ვის ვაფარებ? გიუვენს. შენ მისი პარტნიორი ხარ შანტაჟის საქმეში. მაგიტომაც დაგირეკა, განა არ ვიცი. შენ მართლა სამკურნალო ხარ. გგონია რომ ყველაფერი იცი. აი შენი პრობლემაც ეს არის. მე თუ შენ? ამ ოთახში თუ ვინმე არანორმალური ეს შენ ხარ. მართალი გითხრა სელინ. შენთან საუბარი ერთი სიამოვნებაა, მაგრამ ახლა უნდა დავიძინო. ნეტა ვეღარასდროს გაიღვიძო.
ჯანეთ, მე უნდა წავიდე. ვიცოდი რომ სელინს აპატიებდი, მაგრამ თუ ასე სწრაფად ამას ვერ ვიფიქრებდი. არ მეგონა რომ ვინმე შეიძლება ასეთი მიამიტი იყოს. შენც კი. როცა შენ გიუვენს ენდობი არ ხარ მიამიტი. ხოლო მე როცა სელინს ვენდობი მიამიტი ვარ, არა? მე გიუვენს არასოდეს ვენდობოდი. მე მას უბრალოდ ვიყენებდი. მომწონდა თუ როგორ ზრუნავდა ჩემზე. ანდახან მართლა მეშინია შენი. მადლობა, მაგრამ ნუ გეშენია. მე შენ არასოდეს არაფერს დაგიშავებ. სელინის ჯინაზე. ჯანეთ, გეყოფა. უნდა წავიდე. მოკითხვა გადაეცი. ის იდიოტი თუ დაგირეკავს. გიუვენი? არ მგონია. ბრმა გოგოს რატომ უნდა სხოვოს დახმარება? მაგრამ თუ დამირეკა შეიძლება დავეხმარო. ცოდოა. ცოდოა? ხო. ხომიც იმ მკვლელობას აბრალებენ. არ გძირა რომ ერენი მან მოკლა. რა თქმა უნდა არა. საიდან მოიტანეთ? იმიტომ მოკლა ერენი. მისი დაჭერის შემთხვევაში რომ არ გაეცა. დამნაშავე რომ არ იყოს არც დაიმალებოდა. და ამას შენ მეუბნები? უდანაშაულო ადამიანი არ დაიმალებოდა. მე ამაში დარწმუნებული ვარ. იმიტომაც ვლაპარაკობ ასე. დიდი ხანია მუშაობდა, ბევრი რამ მინახავს. ო, მაგრამ ტოპრაკიც ხომ იმალებოდა. გამონაკლისებიც ხდება. ეს ბიჭიც უცნაურია. დარწმუნებული ხართ რომ გიუვენმა ესროლა? იარაღი, რომლითაც ერენი მოკლეს მისია. თან ვერც იმას ვერ ამბობს, თუ სად იყო იმ დროს. ალები არ აქვს. შეიძლება რომ ჩემს გოგოს მისგან საშიშროება ემუქრებოდეს. არ ვიცი. ფიქრობ რომ გიუვენს აჩელი აეკვიადა. თავიდან ვიფიქრე. ასე იმიტომ მოიქცა რომ თქვენი ქალიშვილის დაცვა უნდოდა. მაგრამ როდესაც გაიქცა, ამაში უკვე ეჭვი მეპარება. მას რომ ეს შურისძიების ან სიყვარულის გამო ჩაედინა, მაშინ არ დაიმალებოდა. ესე იგი საქმე სხვა რამეშია. გასაგებია. იმედია მანამდე დაიჭერთ, სანამ ჩემს ქალიშვილს რამეს დაუშავებს. არ ამგონია ამაზე წამსვლელი იყოს. თუმცა თქვენს ქალიშვილს დაცვას მაინც მიუჩენთ. თქვენს სახლთან 24 საათის განმავლობაში ორი პოლიციელი მორიგეობს. შვილო, შენც უნდა დაგვეხმარო. ის შეიძლება შენთან დაკავშირებას შეეცადოს. კარგი. თუ რამეს გავიგებ, გაგაგებინებთ. კარგი, შევთანხმდით. აი ჩემი სავიზიტო ბარათი. ნებისმიერ დროს დამირეკე. რა დროც არ უნდა იყოს, არ მოგერიდოს. კარგი, მადლობა. კარგით, ამემშვიდობის. თქვენც ასევე. გაგაცილებთ. თხოვთ, მოგბრძანდით. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა.com-ი. გახმოვანებულია აჭარა.com-ის მიერ. ის ამბობდა, რომ თქვენი დაცვა უნდოდა მისგან და იმიტომაც გადმოვიდა უნივერსიტეტში, რომ თავისი დის დაცვა ვერ მოახერხა. და აღარ მისცემდა მას უფლებას ვინმესთვის რამე დაეშავებინა. შენი გაცნობაც არ მომხდარა შემთხვევით. მან სპეციალურად მოაწყო ისე, რომ შენი ჩანთა მოეპარათ. და ამ გზით შენთან დაახლოება მოეხერხებინა. ფიქრობდა, რომ ას შემდეგი მსხვერპლი შენ იქნებოდი. იმიტომაც სურდა შენს გვერდით ყოფნა. მე რომ გადარჩი, ის ჩანაწერიც მაგამოგზავნა. თუ გახსოვს შენ თქვი, რომ ვიღაც ორმოებს გითხრიდა. ვიღაც კი მათ ამოსებას ცდილობდა. მაგრამ ვერანაირად ვერ ვიფიქრებდი, რომ ეს ერთი და იგივე ადამიანი იყო.
Seni kendimden kork. ერენმა ერთხელ მითხრა, რომ Öyle demiştim. საკუთარი თავისგან უნდა დავეცავი. Aslında işaret. სინამდვილეში მართალი იყო. უბრალოდ მე ვერ ხვდებოდი. რადგან ძალიან ვიყავი შეყვარებული. იმდენად შეყვარებული, რომ ვერც კი ვხვდებოდი, რამდენად საშიში იყო ის ჩემთვის. Sana gelmiş. გაიგულე გამოგიგზავნეს. Kimden? ვისგან? Bildan teyzeden. დეიდა ვილდანისგან. Sağ olsun. დიდი მადლობა. Ne yazmışlar? რა წერია? Geçmişteki ჩვენთან üzüntüleri გეპატიჟებით, რომ neden გადატანილ hatırlıyor, საშინელებას bunu დაემშვიდობა. görmek ister, en kısa zamanda bize bekleriz. უცნაური Melisa შემოთავაზებაა. yazmıştı. უეჭველი მელისას დაწერილი იქნება. კარგი, მე დაბლა ვიქნები. კარგი. Güven, გიუვენს შენი ნახვა görmek უნდა. ister, en kısa ჩემთან zamanda გელოდები bize რაც შეიძლება მალე. ის უზრდელი პოლიციელი ხომ გახსოვთ? თურმე ის ყოფილა. გიუვენი? არ აქვს მნიშვნელობა რა ქვია. მას ყველგან ეძებენ. კომისარმა რეჯებმა მითხრა, რომ მას მალე იპოვიან. Vecip Bey. კომისარმა რეჯებმა? ხო. თუთ იყო შევეთი მეორებ. გიუენი, კომისარი რეჯები. Bir dakika. მოიცა. Anne bana ახლა არ მითხრა, რომ განყოფილებაში იყავი. რა თქმა უნდა ვიყავი. Ay bari o zaman მაშინ ის მაინც მითხარი, რომ მისთვის არაფერი გითქვამს. ყველაფერი არ მითქვამს, მხოლოდ ნახევარი. კარგი, ამაზეც დიდი მადლობა. ჩვენც რომ ასე შეგვენახა საიდუმლოებები, დიდი ხნის წინ გაგუშვებდა ციხეში. აბა რა უნდა მექნა შვილო? კაცი მოკლა, გაიქცა და თქვენც დიდი ხანია გაწუხებთ. ჩუმად უნდა ვყოფილიყავი? თვლი რომ კომისარ რეჯებს ეს უნდა სცოდნოდა. შენც ხომ მან დაგჭრა დანით? Evet ha. ო ამ, Ama hangi? მაგრამ რომელი მათგანია? Onu bilmiyorum. ჩვენ ეს არ ვიცით. ღმერთო ჩემო, ეს რა მანიაკია? შენგან რაღა უნდოდა? მე მას ხელი შეუშალე და შეეცადა გზიდან ჩამოვეშორებინე. Öyle işte. უკვე გვიანია ჯობს რომ წავიდე. Gideyim. Ya yanlış არასწორად anlamayın, ნუ ben გამიგეთ. sizinle kadar აქ იმიტომ hamileyim, ვიყავი რომ yalnız ჰანდეს თავი მარტო დაგეგრძნო. დიდი ბოდიში. მადლობა. Ya her şey için çok კიდევ teşekkür ერთხელ ederim. დიდ მადლობას გიხდით. არაფრის. Görüşürüz. ნახვამდის. Nereye gidiyorsun? სად უნდა წახვიდე? İşte bakacağım. ნახოთ. ერთი წუთით. Oğlum dur. შეგიძლია აქ დარჩე? Bu სანამ A mıdır? ამას B'dir თუ artık. ბს Karın არ ağrısı. დაიჭერენ. O çıkana kadar. Mere otur. şegizliğe taxıydı. İstanbul'da kal. Sonra gidersin. ჰანდეც მოვიდა, ყველანი იქ არიან. მე რეადგნენ და აქ Baba მოვიდნენ. senden მამა, მათ çekiniyorlar. შენიერიდებათ. Yeni geldin ya, ახალი rahatsız ჩამოსული etmek ხარ, არ უნდა ჩენი შეწუხება. Hem Selinler'de daha თანაც rahat იქ უფრო ederiz. თავისუფლად ვიგრძნობთ თავს. შილო, არ გახსოვს რა თქვა კომისარმა? Ya biliyorum ხო, da ვიცი, alt tarafı მაგრამ yanına აქვე gideceğim. გვერდით სახლში მივდივარ. Hem kapıdaki memurlardan პოლიციელებს rica ვთხოვოთ ederiz. და მიმაცილებენ. Beni kapıya kadar მამა, bırakırlar. გეხვეწები რა. Baba ne olur. რამდენი ხანია ნორმალურად არ Uzun zamandır მიცხოვრია. normal bir hayatım yok ki. Biraz olsun eski რაღაც gibi კარგი და hissetmeye çok ძველი მინდა ihtiyacım var. გავიხსენო. Arkadaşlarımı მეგობრები görmeye, ვნახო და ქალებს წავეჭორავო. kızlarla çene çalmaya falan. Lütfen. iki გეხვეწები, saatlik, ne სულ olur. 2 საათით. İyi tamam. კარგი, tamam. კარგი.
გამარჯობა ილგას. გოგოებმა დამიძახეს. გამარჯობა. მაღლა ოთახში არიან. მოდი შემოდი. მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ. შენ გამომიგზავნა ის ბარათი. ო, სვანაერად ვერ გავრისკავდი. გიუვენმა ტვინი შემიჭამა. ისი არ წავა სანამ შენ არ გნახავს. რა ვიცი, თუ გინდა წაგიყვან. რადგან აქ მოვედი, ესე იგი თანახმავარ. ასე არ არის? კარგი, მაშინ წავიდეთ. უკანა ეზოდან გავიდეთ. ჩემი მანქანა მოშორებით დგას. ეს აჩელია არ არის? ილგასთან რა უნდა? ილგაზე აჩელიას იტაცებს. ის კი წინააღმდეგობას არ უწევს. რა შეასაქმე? დაიცადე, ვნახავ. მოიცადე. ცოტა დაგვაგვიანდა. მაგრამ შეგვიძლია უკან გავყვეთ. გოგო უსკრულის პირას დატოვა საქონელი. ვისე ლაპარაკება? გიუვენი. შემოსიყვარულო. ძალიან შემეშინდა, რომ ვეღარასდროს გნახავდი. შენ კი აქ მოხვედი. ახლა უკვე სიკვდილისაც კი აღარ მეშინია. ვიფიქრე, თუ ვუყვარ ვარ მომამეთქი. რადგან მოხვედი, ესე იგი გიყვარ ვარ. ესე იგი ნამდვილად გიყვარ ვარ. ჩემი ძმა შენ მოკალე? სიმართლე მითხარი. გიფიცები, მე არ მომიკლავს. მე რომ მომეკლა გეტყოდი. შენ ხომ მიცნობ? არ გჯერა ჩემი. მითხარი, ჩემი არ გჯერა? მე იმდენი რომ გადავიტანე. მგონი არავისი აღარ მჯერა. უბრალოდ სწორად. არ ვიცი ვისი უნდა მჯეროდეს. ვიცი. ვიცი, ჩემო სიყვარულო.
Biliyorum ama მაგრამ geçecek. ყველაფერი გაივლის. Hepsi geçecek. მე ისე მოვიქცევი, რომ ჩემი გჯეროდეს. İnandıracağım ისე seni. მოვიქცევი, რომ ისევ მენდობოდე. Yine რომ güveneceksin. ისევ bana. ისე მიყურებდე, როგორც ადრე. Yine öyle როგორც eskisi ადრე gibi. და არა როგორც უცხოს. Kaplan gibi. Böyle sütte ნახევარ kuşlar. საათში აქედან უნდა წამეყვანონ. Bak მოდი, bir tekne gelip წამოდი beni ჩემთან götürecek. ერთად. Yarım saat sonra ერთად წავიდეთ. sen de gel. რა? Beraber ერთად წავიდეთ. gidelim kendimize. ცხოვრება yeniden ნულიდან sıfırdan დავიწყოთ. hayat kuralım. Hani o zamanlar გახსოვს diyordun რომ ya, მეუბნებოდი გავიბაროთ. kaçalım diyordun. მე კი Ben უარს yanaşmıyorum. გეუბნებოდი. Para bile ფულს biriktiriyordum. onun için. ვაგროვებდი. O ეს ადრე იყო. O zamanlar მე მაშინ korkuyordum. მეშინოდა. Anın kim არ olduğunu ვიცოდი ვინ იყოა. Hala შენ bilmiyorsun. ეს ახლაც არიცი. Eren'in bir ერენს ortağı daha თანამზრახველი varmış. ყავდა Onun kim olduğunu და ჩვენ არ bilmiyoruz. ვიცით მისი ვინაობა. Ben miyim? ფიქრობ რომ ეს მე ვარ? Açelya ne oluyor? აჩელია რა ხდება? Senin ne işin var შენ აქ burada? რა გინდა? გვითვალთვალებდი? Evet. ხო, Ne oluyor? რა ხდება? რა ხდება? შვიდად, გამიშვი. Polisi arayın. პოლიციაში დარეგე. Gerek yok. არ არის საჭირო. ტოპრაკ გამიშვი. დელი გამიშვი ტოპრაკ. Etrafa ალყაში ხარ. Kaçmaya Neyse, kalkarsan oraya ateş gitsene. açılacak. Silahımı იარაღი თუ გვაქვს დააგდე ellerini და ხელები აწიეგიუენ. Güven sana შენ გელაპარაკები. Sen შენ, tuzak mı შენ kurdun? მომიწვეს? Güven. გიუენ. Son kez söylüyorum. საბოლოოდ გეუბნები. Teslim ol. ჩაგვარდი. İntikal edin.
ასლი გოგოები მოვიდნენ. დარწმუნებული ხარ, რომ გინდა წასვლა? არ არის აუცილებელი თქვენც წამოხვიდეთ. არავითარ შემთხვევაში არ გაგიშვებდით მარტოს. შენს გვერდით გვინდა ყოფნა. თუ ყველანი ერთად ვიქნებით, შეიძლება უფრო გაგიადვილდეს. ჩვენ ყოველთვის შენს გვერდით ვიქნებით. ძალიან გვეყვარხარ. რაც არ უნდა იყოს, ის ჩემი ძმა იყო. და ძალიან მეწოდება. წავიდეთ და საბოლოოდ დავემშვიდობოთ ერენს, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით. თქვენ ბრალი გედებათ ერენოსერის მკვლელობაში, თქვენივე იარაღით. გააქვთ რამე სათქმელი? ეს სიმართლეა. ეს მე გავაკეთე. მე მოვგალი ერენოსერი. რატომ არავინ არ არის? ოჯახის წევრებიდან არავინ მოსულა. მას ოჯახი არ წყოლია. მამამისი. უпроსწორად მამა ჩვენი დიდი ხნის წინ დაიღუპა. დედასთან კი მას ურთიერთობა არ ჰქონდა. ჩემს გარდა არავინ ჰყავდა. მე ასლი მქვია. მე ერენი. სასიამოვნოა შენი გაცნობა, ერენ. მეც მოხარულე ვარ, ასლი. მაპატი, ჩემს გამო იმდენი რამ გადაიტანე.
მზად ვარ შენს გამო ყველაფერი ავიტანო. Ağdan kurtuldum. ჯერ კიდევ არ მჯერა რომ ათავიდან მოვიშორეთ. Ben de. არც მე. İnansak iyi olur. აჯობებს თუ დავიჯერებთ. Aa yok artık. აღარ არის. Biri şu ერთი mezarın მიწაშია, altına მეორე girdi. ციხეში. Güven hapse girer. გიუვენს აღარც გამოუშვებენ, არა? Kesinlikle. ზუსტად ეგრეა. Ağlama artık. გეყოფა ტირილი. En azından ყველაფერი kurtulduk. დამთავრდა. Hiçbirimiz ჩვენ daha საფრთხე fazla აღარ გვემუქრება. vermeden bitti. ხო, ასეა. დამთავრდა. ყველაფერი დამთავრდა. არაფერი არ დამთავრებულა. მე ჯერ ისევ აქ ვარ და ყველაფერს ხედავ. სერიალს არ მოგიდგენთ აჯარაბეთქომი. გახმოვანებულია აჯარანეთქომის მიერ. Hangi mum yanar ki yatsıya kadar? Bana söz ver, bir yemin et, sakla mezara kadar. Tutulur mu hiç sırlar ölene kadar? Kimi suçlu, kimi suçsuz, tatlı küçük yalancılar. Bu gizli sırla dolu bir hikaye. Karanlık gözler var üzerimizde. O her şeyi biliyor, o her şeyi görüyor. Kim dost, kim düşman bir bilmece. Gece gündüz korku içinde. Bizden ne istiyor, bizden ne istiyor? Hangi mum yanar ki yatsıya kadar? Bana söz ver, bir yemin et, sakla mezara kadar.